თბილისის საქალაქო სასამართლო მეექვსე პირი, რომლებმაც კოალიცია ქართული ოცნების ანგარიშზე შემოწირულობა განახორციელეს, გადარიხცხული თანხის 5 მაგიოდენობით დააჯარიმა. როგორც თავისუფალი დემოკრატების წევრმა რომან კუსიანმა განაცხადა, სასამართლომ ის 150,000 ლარით დააჯარიმა. რომან კუსიანი ჯარიმას უკანონოს უწოდებს, საპასუხოდ იგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლევან ბეჟაშვილის კანონდარღვევაში ადანაშაულებს. კუსიანმა ფინანსური დოკუმენტაცია წარადგინა, სადაც ლევან ბეჟაშვილი 51 კვადრატული ბინის ხარჯზე TBC ბანკიდან $500,000 სესხს იღებს. დოკუმენტაციაში საუბარია პრეზიდენტისგან გადაცემულ მიწის ნაკვეთზეც, რომელიც ბეჟაშვილმა სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიიღო. კუსიანის თქმით, ბეჟაშვილს ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე რამდენიმე 1000 ლარი არაერთხელ გადაურიცხავს. მოცემულ შემთხვევაში სრულად იქნა დაკმაყოფილებული აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა და ჩემი მართლმსაჯულებელი ისევე როგორც სხვა პირები ცნობილი იქნა სამართალდამღვრად და მას ჯარიმის სახით დაეკისრა 5 მაგიოდენობით იმ შემოწირულობისა, რაც მას მიერ იქნა შეწირული. თავად სამართალმა დარღვევმა ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც 2012 წლამდე ინდივიდუალურად იყო წარმოდგენილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ანალოგიურ ქმედებებს არაერთხელ ახორციელებდა თავის დედა პარტიაში და მათ შორის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთი არის, რომ მას $500,000 აღებული აქვს TBC ბანკიდან 51 მეტр კვადრატი ფართი ბინის ხარჯზე და ასეთი და სხვა დამსახურებების გამო, რომელსაც ასევე თვლი, რომ სამართლის სერიოზული დარღვევით მიღებული აქვს პრეზიდენტისგან საჩუქრად 1 ლარად, სიმბოლურ 1 ლარად მიწის ნაკვეთი. დღეს მოგელაძეს ამოფარებულმა ლევან ბეჟაშვილმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებით ის გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, 6 ადამიანი უკვე დატოვა პრაქტიკულად ერთი კვირის თავზე უსახკაროდ.